2023 წლის მეორე ვარიანტის მე-40 ამოცანა. კომპანიამ იყიდა აქციათა ორი პაკეტი, რომლებიც მოგვიანებით გაყიდა 15 მილიონ ლარად, რაც ამ აქციათა პაკეტებში გადახდილ თანხას 25%-ით აღემატება. რა თანხა გადაიხადა კომპანიამ აქციათა თითოეულ პაკეტში, თუ ცნობილია, რომ პირველი პაკეტის გაყიდვით მიღებული თანხა ამ პაკეტის ყიდვისას გადახდილ თანხას 20%-ით აღემატება, ხოლო მეორე პაკეტის გაყიდვით მიღებული თანხა ამ პაკეტის ყიდვისას გადახდილ თანხას 22%-ით აღემატება. პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ კომპანიამ აქციათა პირველი პაკეტი X მილიონ ლარად შეიძინა. მეორე პაკეტი Y მილიონ ლარად. პირობის თანახმად, კომპანიამ იყიდა ორი პაკეტი, რომლებიც მოგვიანებით 15 მილიონ ლარად გაყიდა, რაც ამ პაკეტებში გადახდილ თანხას 25%-ით აღემატებოდა. ანუ X plus Y ჯერ 1.25 უნდა უდრიდეს 15-ს. ანუ 1.25X დამატებული 1.25Y არის 15. რადგან ეს თანხა აღემატება 25%-ით 15 მილიონ ლარს. მეორე რაც პირობიდან ვიცით ის არის, რომ პირველი პაკეტის გაყიდვით მიღებული თანხა ამ პაკეტის ყიდვისას გადახდილ თანხას 32%-ით აღემატება, ანუ 1.32 უნდა დავწეროთ, ხოლო მეორე პაკეტის გაყიდვით მიღებული თანხა ამ პაკეტის ყიდვისას გადახდილ თანხას 22%-ით აღემატება, ანუ 1.22 უნდა დავწეროთ. დაგვრჩა ორი სისტემა, რომ 1.25X დავუმატოთ 1.25Y და მივიღოთ 15, საიდანაც X plus Y უკვე არის 12. და გვაქვს მეორე 1.32X დამატებული 1.22Y არის 15. ჩავსვამთ Y-ის მნიშვნელობას, რომ Y უდრის 12-ს minus X. გავიგებთ, რომ 0.1X არის 0.36 და მივიღებთ X 3.X მილიონ ლარს და Y 8.4 მილიონ ლარს.